მადლობთ მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ხშირად უნდა ვუთხრათ და გამოვიყენებ მათ შორის თქვენს ეთერს, რომ შევახსენო, რომ ის რაც დღეს ხდება საქალაქო სასამართლოში, როდესაც ყველა ფაქტიურად პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოგონილი სრულიად ბრალდებით მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც შეიძლება დასრულდეს მათი დიდი ხნით დაპატიმრებით. ეს არ არის საქმე, რომელიც შეეხება მხოლოდ ამ პოლიტიკურ ლიდერებს, ან შეეხება მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. ეს არის მორიგი ძალიან დიდი შეტევა საქართველოში დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ, პოლიტიკური პლურალიზმის წინააღმდეგ და ავტოკრატიის გამყარების მიმართულებით, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა რომ ამ რეჟიმმა გადადგას, იმიტომ რომ ამ რეჟიმს აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ მას აქვს დაკარგული საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ნდობა. ეს ნდობა მას დაკარგული აქვს არა იმ პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის გამო, რომლებსაც დღეს ასამართლებს ან ჩვენი პარტიის, ან რომელიმე სხვა პარტიის, არამედ ძალიან ობიექტური მიზეზების გამო, რომ 14 წელიწადია ქართული ოცნება მართავს ჩვენს ქვეყანას და 14 წლის თავზე ვერ შეძლო ვერც ერთი პრინციპული პრობლემის მოგვარება საქართველოს მოქალაქეებისთვის, უმუშევრობის, ეკონომიკური გამოწვევების, მაღალი ფასების და სხვა სახით და ამას დაამატა ზემოდან საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც საქართველო მოიქცა ივანიშვილის ხელისუფლების შედეგად და უფრო დაუცველი, ვიდრე დღეს არის საქართველო, ჩვენ ფაქტიურად დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არ ყოფილვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დღეს სრულიად იზოლირებულ მდგომარეობაში და საქართველოსნაირ ქვეყანას თუ არ ყავს ძლიერი მეგობრები, ის არის აბსოლუტურად დაუცველი, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე შესაძლო დამატებითი საფრთხეების წინაშე და სწორედ ამის გამო არის, რომ დღეს საზოგადოება და ქართველი ხალხი ითხოვს ცვლილებას და დააპატიმრებს თუ არ დააპატიმრებს პოლიტიკურ ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილი, ეს ვერ იმოქმედებს იმაზე, რომ ის არის დღეს გაბანკროტებული, ასე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეებს მის მიმართ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ბოლო თვეებია ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი თავადვე აღიარებს, რომ 14 წელიწადია კორუფციაში იხრჩება და ეხლა ერთმანეთს დაძდევენ დასაჭერად და ჩვენ წლებია ვსაუბრობთ კორუფციის პრობლემაზე ამ ქვეყანაში და სხვა გამოწვევებზე. ამ ფონზე ივანიშვილი ქართველი ხალხის ნდობას ვეღარ დაიბრუნებს და რამდენიც არ უნდა დევნოს პოლიტიკურად ოპოზიცია თუ პოლიტიკური ოპონენტები, საზოგადოება ამას დარწმუნებული ვარ, რომ არ შეეგუება და ეს არის ჩემი აზრით დღეს მთავარი, რომ ყველამ გააცნობიეროს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა შემთხვევაში გამარჯვებამდე ქართველი ხალხის მიერ სამართლიანი და თავისუფალი არჩევანის უფლების მოპოვებამდე. კი ბატონო, აი სხვათა შორის ქალბატონ სალომე ახსენეთ სწორედ თქვენ კორუფცია და ამ ნაწილში მინდა დავსვა რამდენიმე შეკითხვა. ერთი ფარცხალაძის ფაქტორზე მინდა ვისაუბროთ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან. მის კავშირებზე და უფრო მეტიც ყველას კარგად გვახსოვს ხომ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა დაასანქცია ოთარ ფარცხალაძე, მას როგორ იცავდნენ, როგორ გადაეფარნენ პირდაპირ მნიშვნელობით ეროვნულმა ბანკმა ცვლილებებიც კი განახორციელა იმისთვის, რომ ფარცხალაძეს ქეშად გამოეტანა, ხო? მისი კუთვნილი თანხა და გაეტანა ქვეყნიდან და დღეს თავადვე ქართული ოცნების პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები გვეუბნებიან, რომ არ ვიცი, ნომერ პირველი კრიმინალი ყოფილა ფაქტობრივად ფარცხალაძე ქვეყანაში, ხო? მის სახელდაგვარს უკავშირდება არაერთი შეკვეთილი მკვლელობა, კოლცენტრების საქმე და ასე შემდეგ. რა სიტყვით, აი რა უნდა დაინახოს სწორედ საზოგადოებამ აი ამ ისტორიაში, რომელიც თუნდაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება, რომელიც, რა ვიცი, 2 წლის წინ მათი, ასე ვთქვათ, ფავორიტი ჩინოვნიკი იყო. ხო, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ალბათ ამ ყველაფრისგან უნდა დაინახოს, თუ რამდენად დაუცველია თვითეული საქართველოს მოქალაქე, რამდენად დაუცველი დარჩა დღეს საკუთარ ქვეყანაში და სწორედ ამას დაუცველობას, უკანონობას, კრიმინალის ზრდას, ის რაც ჩვენ ნახეთ, ეს წარმოუდგენელი იყო სასამართლოს შენობასთან გამართული ფაქტიურად რაღაც კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მოწყობილი გარჩევა
უმუშევრობას და ყველაფერს სხვას პასუხობს საქართველოს მოქალაქეები იმით პასუხობენ, რომ გარბის ქვეყნიდან დღეს ვისაც კი შეუძლია და ჩვენ რეალურად ვდგავართ ეროვნული გამოწვევის წინაშე, მათ შორის იმიტომ, რომ ადამიანი აბსოლუტურად დაუცველად გრძნობს თავს. წლებია ჩვენ საუბრობდით, მრავალი წელიწადია და მათ შორის მეც ვსაუბრობდი, მახსოვს ძალიან აქტიურად იმაზე, რომ არაფორმალური მმართველობა ამ ქვეყანაში მხოლოდ იმას არ ნიშნავდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არანაირი ოფიციალური პოზიცია არ უკავია დღეს ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა, რომ არაფორმალური მმართველობა მათ შორის ნიშნავდა იმას, რომ ფარცხალაძე მართავდა ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურებს, სამართალდამცავ სტრუქტურებს არაფორმალურად, მიუხედავად იმისა, რომ მას არანაირი პოზიცია არ ეკავა და ჩვენ გვახსოვს, რომ ამაზე იყო არასდროს არ იქნა რაღაც რეაგირება არ იყო იმ განგაშის ზარზე, რომელსაც წლებია ჩვენ, ასე ვთქვათ, ვაჟღერებდით იგივე ფარცხალაძესთან მიმართებაში და გვახსოვს, როგორ გადაეფარა ფარად ივანიშვილის რეჟიმი იგივე ფარცხალაძეს, როდესაც მისი დასანქცირება მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ჩვენ გვახსოვს, რომ ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად მიიღო დადგენილებები, რომელიც უზრუნველყოფდა მისი ფინანსური და ქონებრივი ინტერესების დაცვას და თქვენ გახსოვთ შეიძლება ოპოზიციას ამასთან დაკავშირებით აქციაც კი ჰქონდა ჩატარებული. ყველაფერი, რასაც ჩვენ წლებია ვლაპარაკობთ, ყველაფერი, რაც შეეხება კორუფციას, არაფორმალურ მართვას, კრიმინალური გავლენების გაზრდას ამ ქვეყანაში და ყველაფერი ეს, რომ აისახება საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაზე, ამაზე ჩვენ წლებია ვსაუბრობთ და დღეს ეს ყველაფერი დასტურდება, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით სიმართლეს, ყოველთვის ძალიან, ასე ვთქვათ, სწორედ ვადანაშაულებდით ივანიშვილის რეჟიმს ყველა მიმართულებით ჩაგდებულ რეფორმებთან, ასე ვთქვათ, კრიმინალის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით და დღეს თვით აღიარებით ჩვენებებს აძლევს ივანიშვილის რეჟიმი, ოღონდ ამის პარალელურად არ ელოდება, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას და ცხადია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამ რეჟიმს და ცხადია, რომ დიახ ამ ქვეყანაში უნდა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს სამართლიანი და თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების გზით, ხელისუფლების შეცვლით. ეს არის დღეს ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში კრიზისს დაასრულებს. კი ბატონო და აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე ქალბატონ სალომე სწორედ ამ ნაწილში ბაჩიაშვილის ისტორია რომელიც თავისუფალია და არ ვიცი ადამიანს რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა მართლა პატიმრობაში და ჩვენ ნახეთ მასზე განხორციელებული თავდასხმა, შემდეგ მეუბნება ხელისუფლება, რომ რაღაც საპროცესო შეთანხმება დავდეთ, ყველაფერი აღიარა, თანხა დააბრუნა და მისი მშობლების წინააღმდეგ, სწორედ მის გამო დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნაც კი შეწყვიტეს და სხვათა შორის აქაც საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს სწორედ მის მშობლებთან დაკავშირებით, ხომ ესეც კარგად გვახსოვს ქართული ოცნების წარმომადგენლება. აი ეს ისტორია რას გვეუბნება, ქალბატონ სალომე? იცით რა, ჩვენ ყველას უნდა ესმოდეს მნიშვნელობა არ აქვს ხმა ვისმისსა წინა არჩევნებში, მოქალაქემ ყველას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც არის მიტაცებული სახელმწიფო და ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ფაქტიურად გააუქმა ივანიშვილმა, იმიტომ რომ სახელმწიფო არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს ინსტიტუციები, მათ შორის დამოუკიდებელი ინსტიტუციები, რომლითაც იმართება ქვეყანა. როდესაც ივანიშვილმა გააუქმა საქართველოს პარლამენტი, საქართველოს დღეს საკანონმდებლო ორგანო, როგორც ესეთი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიულია და ასე ვთქვათ, არჩეული არის არადემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ საქართველოს პარლამენტი დიდი ხანია გაუქმებულია, იმიტომ რომ უმრავლესობა ამ პარლამენტში უკვე მრავალი წელიწადია იმართება ერთი ადამიანის დღის წესრიგით. თქვენ ბრძანეთ, რომ კანონი შეიცვალა ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, როგორ შეცვალა კანონი ოფშორული ზონებიდან, ასე ვთქვათ, შემოზიდული რესურსებთან დაკავშირებით ივანიშვილმა ერთადერთი მიზეზით, რომ არ გადაეხადა ქართული ხალხისთვის მოეპარა ხალხისთვის კუთვნილი გადასახადი, რომელიც მას უნდა გადაეხადა. როდესაც ჯიბის პარლამენტი, ოლიგარქის ჯიბის პარლამენტი არსებობს, რომელიც რეალურად პარლამენტი არ არის. როდესაც სასამართლო არის ასევე ოლიგარქის ჯიბეში და შეასრულებს იმ დავალებას, რაც უნდა. როდესაც სამართალდამცავი უწყებები
ჯიბეში უზის, არ ვიცი, ფარცხალაძეს, ივანიშვილს თუ კიდე ივანიშვილის ოჯახის რომელიმე წარმომადგენელს, იქ სახელმწიფო აღარ არსებობს და იქ არც ერთი მოქალაქე აღარ არის დაცული და ბაჩიაშვილის საქმე არის ამის კარგი მაგალითი. ერთი რამ მინდა ვთქვა, ყობახიძემ ძალიან სამარცხვინო განცხადება გააკეთა ამაზე, რომ პოლიტიზირება მოახდინა ოპოზიციამ ამ საქმისო. პოლიტიზირება როგორ შეიძლება რომ ამ საქმის არ მოახდინო, როდესაც ორკესტრირებულად მთელი სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობდა კანონის გადაწერით, კანონის გაყალბებით, ადამიანის გამოტაცებით სხვა სახელმწიფოდან ერთადერთი მიზნით, რომ ჩაეტარებინა ივანიშვილს რეკეტი და ამოეღო ის თანხა, რომელიც მას მიეჩნდა, რომ მას ეკუთვნოდა და სხვათა შორის მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ არ ვიცი, ასე ვთქვათ, ამ გარიგების რაღაცა შინაარსი. მართებულად მიეჩნდა ივანიშვილს თუ არა, რომ ეს ფული ეკუთვნოდა მას, რომელიც გამოძალა ბაჩიაშვილს. ფაქტი არის ერთი, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენებით ჩატარდა რეკეტი ივანიშვილის სასარგებლოდ, ამოღებული იქნა გარკვეული თანხა ადამიანისგან, რომელიც აღმოჩნდა, რომ ესე იგი დილეგში ყავდათ დამწყდეული და მისი ოჯახის წევრების ასევე დილეგში დამწყდებით ემუქრებოდნენ, არა იმიტომ, რომ სამართალი უნდა აღსრულებულიყო, არამედ იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა მიეღო თავისი და ეს დავალება შეუსრულა მას ყველა სახელმწიფო ინსტიტუციამ. უკეთესი მაგალითი იმის, რომ სახელმწიფო ამ ქვეყანაში გაუქმებული აქვს ივანიშვილს, მე ძალიან ძნელად მაგონდება და რაზე უნდა ისაუბრონ პოლიტიკოსებმა თუ არა იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუციები დღეს არის გაუქმებული, არის ჩადებული ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში და შესაბამისად ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს, ეს მინდა რომ ყველამ კარგად გააცნობიეროს, არც ერთ მოქალაქეს პოტენციურად არ აქვს შანსი, რომ დაიპოვნოს სამართალი თუ მისი ინტერესები როდესმე დაუპირისპირდება ამ რეჟიმის ინტერესებს. ანუ ფაქტიურად საქართველოში მოქალაქეების უფლებები არის როგორც ესეთი გაუქმებული, იმიტომ რომ ეს დღე შეიძლება ბაჩიაშვილს შეეხოს და ხვალ შეიძლება ნებისმიერ სხვას, რომელიც მოხვდება სამიზნეში ამ რეჟიმის ამა თუ იმ მიზეზით. პოლიტიკური იქნება ეს, როგორც დღეს ჩვენ გვყავს, ასობით პოლიტიკური პატიმარი, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერები, იქნება ეს დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ლიდერები, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც რაღაცა მიზეზით დაუპირისპირდა რეჟიმს. ყველა არის ერთნაირად დაუცველი სახელმწიფოში, სადაც აღარ არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციები და შესაბამისად მოქალაქის ცნება ფაქტიურად არის შეიძლება ითქვას გაუქმებული რეჟიმის მიერ. კი ბატონო. და ქალბატონ სალომე, აი შემდეგი კითხვა მინდა დაგისვათ, სწორედ იმასთან დაკავშირებით, რა ალტერნატივას თავაზობენ პოლიტიკური პარტიების საზოგადოებას აი ამ რეალობიდან, ესე ვთქვათ, თავის დაღწევაში. მინდა გკითხოთ ერთობაზე, ჩვენ ვიცით, რომ რაღაც ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის კოალიცია ცვლილებებისთვის, ნაციონალური მოძრაობა, ფედერალისტებს შორის. მაინტერესებს თქვენ ხართ თუ არა თქვენი პოლიტიკური გუნდი აი ამ პროცესში თუ რჩებით იმ პოზიციაზე, რომ ლელო დამოუკიდებელ პოლიტიკურ პოზიციონირებას გააგრძელებს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, ვიცით, აი ესეთ ვითარებაში, როდესაც ერთგვარი სიმულაცია ხდება საქართველოს დღევანდელი აი ამ მე არ ვიცი ქართულ ოცნებას უკვე პოლიტიკური პარტია შეიძლება თუ არა უწოდო, იმიტომ რომ ეს იმდენად გასული არის კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებიდან ეს დაჯგუფება, რომ ალბათ უფრო მე მათ უწოდებდი დაჯგუფებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ქვეყანაში დღეს ძალაუფლება კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. ეხლა ეს დაჯგუფება არის ქვეყნის მართვის სიმულაციაში ჩართული, ხო და ეს სიმულაცია შედგება სხვადასხვა კომპონენტებიდან, როგორიც არის აი ყბადაღებული ვითომ განათლების რეფორმა. ოღონდ აი ესეც რაღაც ჩვეულებრივი ტყუილია, ხო? იმიტომ რომ სად არის გვაჩვენონ ის კვლევა, რომელზეც აფუძნებენ, ესე იგი გვესაუბრებიან, უკვე კვირებია, რომ რაღაც კვლევა ჩაატარეს თითქოს ქვეყნის სასიკეთოდ როგორ ცვლიან საგანმანათლებლო სისტემას და ეს კვლევა ჯერაც თვალით არავის არ აქვს ნანახი, ეჭვი მაქვს რომ რაც შეუტარებიათ ჩვეულებრივი თავდასხმა მოაწყვეს უკვე საგანმანათლებლო ავტონომიურ უფლებებზე. ანუ სიმულაციით მიდის ეს ხელისუფლება. მე ახლა არ მიმაჩნია, რომ ოპოზიცია მსგავსი სიმულაციური პროცესებით უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, უზარმაზარ გამოწვევას, რომელიც დღეს სახელმწიფოს წინაშე დგას.
დიახ, საზოგადოება ელოდება ქმედებას ოპოზიციური პარტიებისგან ნამდვილად და ეს მოლოდინი არის სწორი და ეს მოლოდინი არის დასაფასებელი და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამას, მაგრამ ამავე დროს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავფიქრდეთ იმაზეც, რას ელოდება საზოგადოება. მრავალჯერ ნათქვამის გადამღერებას რაღაცა სხვა ფორმატში, როდესაც არაფერი ახალი არ გაქვს საზოგადოებისთვის შესათავაზებელი და გინდა რომ შექმნა, ასე ვთქვათ, რაღაცა მოჩვენებითი პროცესი, რომ თითქოს რაღაცა ახალი ხდება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიწვევს საზოგადოების მხოლოდ დამატებით ფრუსტრაციას. ამიტომ ვერავინ ვერ დააბრალებს ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას, ლელო ძლიერ საქართველოს, რომ ჩვენ არამხოლოდ მიგვიღია მონაწილეობა ძლიერი ოპოზიციური ფლანგის შექმნაში და მაგრამ ამ ეტაპზე მე ძალიან გულწრფელად გეტყვით, რომ ვერ ვხედავ, რომ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ახალი პროცესია, რომელიც დაიმსახურებს საზოგადოების რაღაც დამატებით ნდობას და გააძლიერებს ოპოზიციურ პარტიებს და ამ პირობებში ჩვენი პოზიციის გადახედვის რაიმე ასე ვთქვათ აუცილებლობას ვერ ვხედავთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ პარტიულად ბრძოლას, ვაგრძელებთ ლელოს გაძლიერებას, თუმცა ცხადია, რომ შესაბამის საკოორდინაციო ფორმატებში ოპოზიციის რჩებით ისევე როგორც ვიყავით ადრე ჩართული და თუ იქნება შემდგომი განვითარებები, რომელიც რაღაცა ახალ იმპულსებს შემოიტანს, იმ იმპულსებს, რომელსაც საზოგადოება ელოდება სინამდვილეში ოპოზიციისგან, ცხადია, რომ ჩვენ არავისთვის არც კარები დაგვიხურავს და თუ რაც შეეხება ახლა ქცევის კოდექსს, რომ ვიღაცას თავს არ უნდა დავესხათ, ლელოს თავად აქვს ეს კოდექსი საკუთარი თავისთვის დიდი ხანია დაწესებული და მიუხედავად იმისა, რომ მიგვეშთა, რომ არაერთხელ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კოლეგები შეცდნენ და დაუშვეს მძიმე პოლიტიკური შეცდომების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თავდაუსხმელობის შეთანხმებას თუ გნებავთ ჩვენ ცალმხრივად ყოველთვის ვიღებდით კიდევაც და ვასრულებდით და რაიმე სხვა ახალს ძალიან გულწრფელად გეტყვით, რომ მე ვერ ვხედავ იმ დოკუმენტში, რომელზეც არის დღეს კონკრეტულად საუბარი. ანუ გაეცანით, იცნობთ ხო ამ დოკუმენტს, ქალბატონ სალომე თქვენ და ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო. ხო, ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ გავეცანით, სწორედ იმიტომ რომ გავეცანით ამ დოკუმენტს, სწორედ იმიტომ რომ დავინახეთ, რომ დისონანსი არსებობს, იცით, ერთის მხრივ არსებობს საზოგადოების სამართლიანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან სამართლიანი მოლოდინი, რომ ოპოზიციამ რაიმე ქმედითი შესთავაზოს მათ და მეორეს მხრივ არსებობს უკვე მრავალჯერ ნათქვამის გადამღერება, რაღაცა ახალ, ასე ვთქვათ, ტექსტში, რომლის შინაარსშიც ახალი, ჩემი აზრით, არაფერი არ არის და ეს გამოიწვევს ჩემი აზრით მხოლოდ ფრუსტრაციას საზოგადოების და ალბათ სამართლიან ფრუსტრაციასაც და ჩვენ არ გვინდა რომ საზოგადოებას რაღაცა ხელი შეუწყოთ დღეს საზოგადოებას რომელსაც ძალიან სჭირდება გამხნევება, სჭირდება ბრძოლის უნარის გაძლიერება, სჭირდება რწმენის დაბრუნება, გამარჯვების რწმენის დაბრუნება, მე არ მგონია რომ დღეს სრუმელოდინის შექმნა ამ საზოგადოებისთვის არის სწორი ტაქტიკა და სტრატეგია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ სიმულაციურ მართვას, ქვეყნის მართვის დღეს ქართული ოცნების დაჯგუფების საპასუხოდ მსგავსი რაღაცა სიმულაციური პოლიტიკური პროცესებით ჩვენ ვერ ვუპასუხებთ და ამით ვერ დავიმსახურებთ ვერც საზოგადოების ნდობას ეს ერთი და რაც მთავარია ვერც ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ. კი ბატონო, დამოუკიდებლად როგორ აპირებთ მაშინ ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა, ქალბატონ სალომე, რომ საზოგადოება დაარწმუნოთ, რომ აი თქვენი, არ ვიცი, არჩეული გზა თუ სტრატეგია არის სწორედ ის ალტერნატივა, მათ შორის აი სიმულაციური პროცესის თუნდაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისგან შეთავაზებულის, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომელიც აი ამ საზოგადოებას მიიყვანს იმ დაკვეთამდე, რასაც ქვია ხელისუფლების ცვლილება. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას დღეს რაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდება, ეს არის რწმენა იმის, რომ არსებობს ალტერნატივა იმ საშინელების, რომელშიც დღეს მას უწევს ცხოვრება, როდესაც ჩვენ გვაკარგვინებენ უზარმაზარ დროს, იმიტომ რომ დღეს წყდება მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონალური მასშტაბის, სადაც ჩვენ დიდი ხნით კარგავთ შესაძლებლობებს და შეიძლება დიდი ხნით დავრჩეთ მიღმა პროცესების, რომელიც
განსაზღვრავს მომავალს ჩვენი რეგიონის და ჩვენ ამ დროს გვაკარგვინებენ დროს აი იმ უბედურებით, რაშიც ქართული ოცნება და ივანიშვილი დღეს აცხოვრებს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ვესაუბროთ მოქალაქეებს ალტერნატივებზე, რომელიც არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში შეიცვლება ხელისუფლება, როგორ შეიძლება რომ ჩვენ სწრაფად დაუბრუნდეთ ევროპულ დღის წესრიგს, როგორ შეიძლება სწრაფად დავიწყოთ იმ ეკონომიკური პროექტების განხორციელება, რომელიც შეცვლის თვისობრივად ამ ქვეყანაში ეკონომიკურ მომავალს ჩვენი ქვეყნის და რაღაცა კიდევ ერთი სიმულაციური რაღაც პროცესი რო წამოიწყეს ახლა რომ ვითომ უგრძალავენ ესე იგი უცხოელებს აქ მუშაობას და ამითი სამუშაო ბაზარს დააბალანსებენ და რაღაცა სამუშაო ადგილებს გამოაჩენენ საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მაღალ ანაზღაურებადი და კვალიფიციური სამუშაო ადგილები და საინტერესო არის კიდევ ერთხელ ვამბობ, სად არის ის კვლევა, რომელზეც გვესაუბრებიან, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, სად აპირებენ სამუშაო ადგილების შექმნას, რა კვალიფიკაცია იქნება საჭირო ამ სამუშაო ადგილების დასაკმაყოფილებლად საქართველოს მოქალაქეების მიერ და ამის ნაცვლად გვთავაზობენ რაღაცა სისულელეს, რომ თურმე ესე იგი კურიერების ადგილებს გამოათავისუფლებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამით უნდა იყოს გაყოფილი საზოგადოება, რომ აი ხა ხვალ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ექნება. ამის ნაცვლად ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვები, მათ შორის ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ამ ყველაფერზე ვფიქრობ, რომ უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას, როგორც თქვენი ეთერიდან, ასევე უშუალოდ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეხვედრების ფარგლებში და შევთავაზოთ ალტერნატივა. ვფიქრობ, რომ დღეს არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. სალომე სამადაშვილი იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი. ჩვენ ვაგრძელებთ ეთერს.